მოგესალმებით. მივესალმები იუსტიციის სამინისტროს, მივესალმები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და მივესალმები ქსნის ნომერ 15 პენიტენციური დაწესებულების თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ზრუნავს ჩვენი პატიმრების კეთილდღეობაზე. გესმით ხმა? ბატონო აზორ, ჩვენ ესე იგი ვართ კომისიის ხდომაზე. თქვენ შეეცადეთ რომ არ იმოძრაოთ, იმიტომ რომ მერე კადრი ფუჭდება და რომ კარგად დაგინახოთ. მე პირველ რიგში მინდა ამ ჩართვისთვის დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის ხელმძღვანელს ბატონ მინისტრს ანრი ოხანაშვილს, ასევე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მის ხელმძღვანელს ბატონ ნიკოლოზ ცხარაშვილს და თითოეულ იმ თანამშრომელს ქსნის დაწესებულებაში, სადაც თქვენ ამჟამად მსჯავრდებული სტატუსით იმყოფებით, რომელიც ზრუნავს პატიმრების ყოველდღიურ კეთილდღეობაზე. ბატონი აზორ პარკაძე არის მსჯავრდებული, რომელსაც აქვს სურვილი, რომ კომისიის წინაშე და ჩვენი თხოვნა კომისიის წინაშე ახსნა განმარტება მოგცეს. ბატონო აზორ, პირველ რიგში გაგაფრთხილებთ ცრუჩვენებასთან დაკავშირებით, განზრახთ ცრუჩვენების მოცემა, ან კითხვებზე უარი, ან კითხვაზე პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამისათვის და გთხოვთ ამ გაფრთხილების დასტურად თქვენ წინამდებარე გექნებათ დოკუმენტი და ხელი მოაწეროთ. ბატონო აზორ, ჩვენი კომისია შექმნილია 2003-2012 წლის განმავლობაში. სწავლობთ რა ვითარება იყო საქართველოს სასჯელ აღსრულების სისტემაში. 2003-2012 წლის პერიოდში. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ არც თქვენ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ პროკურორმა რა გითხრათ და ადვოკატმა რა უპასუხა, ეს არ არის ჩვენი კვლევის საგანი. ჩვენ გვაინტერესებს, როდესაც მოხვდით საპატიმროში, რომელი წელი იყო და რა პირობებში იყავით და ხომ არ იყო თქვენდამი ისეთი მოპყრობა, რაც დაუშვებელია კანონით და როგორ გაიარეთ ის წლები, რომ გვიამბოთ ამის შესახებ. გისმენთ ბატონო აზორ. პირველად სადაც მოხვდით, თუ გლდანი იყო ნომერ მერვე დაწესებულება, დაიწყეთ გლდანით. Educația e videocamerix. Dar ითხოვდნენ უხსენად კომას საქმის აღიარება და თანამშრომლობის. ეს განაცხადი რომელი სერტიფიკატი ცემა როდამიწეს კაიგანი წერდებოდა ეს ცემა და ძალიან ალბათ ესე უთები ერთი და ორი სამი წუთი არა მეორე და იმიტომ რომ პროცესში რა განკუთვნილი პავლო Rolando dianțunas cu șeșelor, asta nu este că să spune să aviare doar o nimeță, dar deci ce ne găbi români, asta ce-au uitat de mulți. Să se
წამოვიდა ვიფიქრეობთ კი შემოშებიანები და იწუთა დამიჭრეს ხელებით უკან დაბამის რა. ერთ-ერთი ბასტი იყო იქ, ბევრი სახელები და ეს ამოხმარა იქ ბევრი რა პირადად. ხელები უკან დამიდეს ბასტი ყურებში ტელესკოპი დავიწყო, ყურები ასეთი წამოვიდა და ცენტრ ამ ხელებს დავიწყო რა. რაკი შემწუდა მუდიო ისო აღიარებით ჩვენ რომ მოეციო და თანამშრომლობაზე თემი მოაწერეთ. ამას very much დიდი. ამას ზერდებოდა დედიხანი რა. მომთიშავდნენ მომახიზებდნენ, მაგრამ ძირითადად დავმოიყავ ერთკენ დავმოიგამთიშებდა, მე რომ მოვედი რა ცოტა რომ მოვხიზდი, მომკლები არ მეკითხა უკვე რა. რომ ნიჭია რომ მოტივაციად ეწერა რა, მაგ გოლ რა გინდა, მაგ სხვა როგორ მაგ სხვა გინდა გაუყურებელია ესე რა. Problem rasați ce am de ea, este ea specific, dar nu sunt eu rasați ce active, care ora de situația, da? Ni se vede, da, mos. De ce mă rugăm este sobrinda. Negativ გადატურებული სმაგდა, მიიწუთა შეხედავდი რა შეგოდა, მაგრამ დაიჩუქე მაიწუთა ნეგატივი გადამამტვრს რა ეს დაჩუქების და. ამ ყველაფრის მერე კარანტინში ჩამოყვანეს Itkin zaur kırmızı vedalıyor, işletin hepsine yurtalı mara. Karantinში იყო სიტუაცია გეტყვით რა როგორ. ყოველ საღამო შემოდიოდნენ და ორი კაცი გაყავდათ ხოლმე ახალი ჩასასვლელი ველების ვიყავით იმაცაც რა. რო შევეშინებინით თავად. მე ისევ გავყავდით ისევ საქმე ესე აღიარებებს თხოვდნენ, თანამშრომლობას თხოვდნენ. და ერთ-ერთ იმაზე ამ დაშინაზე პატრის თანამშრომლობის სამბოლოზე რა იქ რო აღწერდი როგორი სიტუაცია იყო ისე თუ არ წერდი ამას ტოვებდნენ ისევ კარანტინში რა რომ ეს თემები ისე უნდა გარდეულო ისევ მე ისევ თანამშრომლობას და ერთ-ერთ ესე შემთხვევის დროს იყო რეალობის კაცი პირველად ივნახე რა ალბათ მაგათი უფროსი რა იმიტომ რომ ორი Problemele tasățele și iყვნენ ბიჭები და ვიქტორას აჭეიშვილი და ფაცაციას კოლეგას ეუბნება რომ ამას რატო აქვს ამდენჯერ ესე რომ კამერები შეცვლილი და ისო ეს კარანტინის ისეთი არის გამოდატოვებული ვიყავ არ თანამშრომლობს მოდიო მაშინ ჩემ ბიჭებს დაქვენა დაგენებლებოდი თორე რესტორანზე და ჩემ ბიჭებს უწევდა და დააწერინებდი რა თანამშრომლობას ბოდიში ბატონო აზორ, ესე იგი ეს დიალოგი საზოგადოებისთვის რო განმარტოთ, მიმდინარეობს თუ სწორად მოგისმინეთ გლდანის სასჯელახსრულების დაწესებულების დირექტორსა და მის ორ მოადგილეს შორის, მაშინ როდესაც თქვენ იმყოფებით კარანტინში და დანიძლავდა დირექტორი მოადგილებთან, რომ თქვენ გაგტეხდათ? გასაგები. რაზე დანიძლავდნენ, ხომ არ გახსოვთ? რესტორანზე? დიახ, შემდეგ ვიქტორა და ოლეგა ეუბნებოდნენ რომ ამასო ბევრი მოხდა უყვეო და ვერ იმასკენეთო და ისეთი ნეგატივის მოტივი აქვსო და ვერ დააწერინებო და ამაზე დააწერინებ არ დააწერინებ და ამოყვანეს ორმა ბიჭმა აი სუსტოს ეუბნებოდა აიყვანეთ მაშინ ზემოთო და მიხედეთ ვაღო რომ სიტყვას რა და რო ამოყვანეს საცემაში და კურიერში ტივში შემოვიდა მე ბედუკაძე ბედუკაძე მუდდა რომ აი და მაინც რა შემოგაკვდება თქვენ ბიჭო რა აკაცო კაგერო გადაგებული მაქვს რომ მაინც არ გააკეთა რასაც ეუბნებოდითო და მოგაკვლებინით თქვენ თავს იმათმა მაინც არ გაფერიეს მნიშვნელობა არ ქონდა უხეს გადელი შემოდა გააკეთეს და მე თქვენოთ რომ გამოყვანეს თქვენო ჩადახეს რომ არ დაწერა მაინც და რომ ჩამოყვანეს აგერ მეორე თიძე ოლეგა ფაცაცია მესნური თითი მომატეხა რომ მაშინო თით მაინც მეორე ფერდეც მოგატეხა თითი ამის მერე ისევ დავტოვეს ისევ კარანტინში და ამოყვანეს მე დეპორტუსი დეპორტუზე რო ამოყვანეს იქ 69 კამერაში შემოყვანეს
რაც უნდა ვიყავი რა ცემებისგან დაიმუშავე რა იქ არ ვიცი გვარი არ მახსოვს ნიშა იყო ოფიცერი მეორე დღე შემოვიდა ის ნიშა და საწოლზე დამისცა წყალი რა იქ ამე წყალი წყლებოდა და მისკებით ფებშებით იყო წყლები რა დაგაგებული ამისხა წყალი ამ ლეიბებზე და მეუბნება რა შეკეთე ჩავაფროთო და როგორ დაწვეთი დასაძინებლად თუ შენ შესაძლოა დაწვევდი რა სხვა საწოლზე არ დაწვევდი რა იმღაბე სიმსაცოტრე საათ დაწვებოდი არ დავწექი და კამზე მეცინდა რა და შუაღამე რო იყო ვაჩოკიდა რა შემოიხედა და იქ რა ყველა უნდა წოლილი ყავით ხოლმე მაგ პერიოდებში ისე იყო თუ არა და ყველა ცენდნენ რა და სკამზე რატომ წინასო და მეთქი მაგითო მეთქი რომ სელი არ მეთქი და მაგაზე არ დავწვევდი რა დავიძინეთ მაგაზე შუაღამე შემოვიდნენ და კიდე მაგრად ვცემეს და უბრალოდ ჩემ მეც და ჩემ კამერაში ვინების იყვნენ ბიჭები ყველანი მაგრად ცემეს მაგის გულისთვის მე ვარ ვიცექი შესაძლოა დილით მოვიდნენ მე და წამიყვანეს კარცერში ხმაურობდნენ და მაგის გამო კარცერში წამიყვანეს რა და 15 დღიანი კარცერში 15 დღიანი კარცერში ვიყავი და ტუალეტის ქაღალდი მოვიპოვე და მაგაზეც ვცემე და მე იქ სიტუაცია ჯერ არ ვიცოდი რა ხდებოდა იქ ამ მოთხოვნებზე წამარზე იმაზე იყო ახალი შესულები ვიყავ არ ვიცოდი ქაური სიტუაცია რა იყო თურმე წამის მოთხოვნაზეც იცემინებიან გათიშვამდე ტუალეტის ქაღალდი მოვიტოვე იცემინებიან და ბოლოს უკვე აღარაფერს აღარ ვიტყოდი ვიფიქრე მეთქი ალბათ ჩემზე პირადად ჩემზე უნდათ მეთქი რომ ესე ზემოთ ხო დაიბახო თუმცა სისტემატიური საფიქრონია იქ უკვე მერეც რა კარანტინში გადამიყვანეს ისე და კარანტინში რომ 15 დღე რომ გამოვიდა და კარანტინში რომ გადამიყვანეს პირადად ფაცაცია მადგება ისე და შენ თქვა ვერ ისწავლეო და ეს თითებიო თქვაო ვერ დაგამტვრიეთ კარგად რა და რეკნებში ვცემეს და მე იქ დიდი ალბათობით 2-3 ნეგზე ნაკლები არ მოწმდებოდა, იმიტომ რომ სულ თვითონ სულქავდი და ძალიან ცუდად ვიყავი. აქ ყველაფრის მერე მოდი ისევ ამისი თანამშრომლების ეგრეთ წოდებული პარკისკაზე ვიმუშაოთ, და იქაც ჩემთან ლაპარაკობდნენ. გამოყანილი გაზეთ რა და როდემდე უნდა ყავდეს ორი კვირა გოპოლედო კარანტინში და პოლიცია შემას თუ გაუწიეს ნახოთ. ეს ორი კვირა გაგრძელდა ორი კვირა ერთ თვეები გაგრძელდა და ერთი თუ კარანტინში მოვყოფეს მაგის გამო რომ თითქმის ყოველ დღე უბრალოდ თორსა არ შემეძლო და თუდად რომ ვიყავი და ვერ გადავდიოდი იმ დროს არ ცემდნენ ხოლმე რომ არ მოხდეს რა უკვე რომ ვეღარ იმუშავებია. დანარჩენი დღეები ისე იგივე საქმეს ფონდზე დაემატა და ამ ყველაფრის მერე ამეყვანეს მერე კორპუსზე აკორპუსზე ამ აკორპუსზე ეს ნიშა ისე არ ვიცი საიდან გამოვიდა იმიტომ რომ ეგენი ცვიდნენ ხოლმე ალბათ ცვენებს ხოლმე და ესე მალე ვინა მოგიყვანა შენ და იქაც იგივე გააგრძელა რა კრიში დადეკითო ეგ რაღაც ახალი არის ვამბობენ ესე უნდა იგეთ ხოლმე რომ სანამ ჩვენ არ გეთვითოთ კრიში ოთახში ვაქვს კამერაში სადაც ვიყავ რა მაგის გულისთვის რო არ დავდექი მაგის გულისთვის ბიჭებს ცენდნენ მე სპეციალურად და ისიც ცენდა ყველაფერს თან ბიჭებს უბრალოდ ეს პარკაძის ბრალია რა ამ ყველაფრის მერე რუსლანა იყო ოფიცერი ერთ-ერთი მოვიდა და რადიოს ჩაუწევდა რადიო ალბათ მეთქი წარებული ქონდით რადიო შენ რამდენს ლაპარაკობ და ავიდა მოიყვანა კოლეგა ფაცაცია ვიქტორ ბაჭეიშვილი და კამერაში ყველა მაგრად ვცემეს რომ რადიო არ ქონია თუ არა რატო არის აგებული კამერიდან რადიო და უთხარი რომ მეთქი წაიგეს მეთქი რომ მუსიკას უსმენდით მაგიტო წაიგეს და ცემეს და კამერაში არ წაუყვანება დატოვეს და ზუსტად თორცუში შემოდის
ისევე მიშა რა ეს დეკორპუზე ვინც ისეთ ვამბობდი ის იყო გასმისხავდა საწოლზე თქო რა მოვიდა და შენ ვაკაც არის ვენექო და სადაც მე ვიქნები გვარგასობდი და წამოყვანა ისო კარატიში და რო ჩამოყვანა ოლეგასეუბნება რომ ფაცაცია შეუბნება რომ რატო ჩამოიყვანეო და კამერაში თქვენზეო იცინოდაო და ესე ამბობდნენ მეტის თავი არ აქვს რომ ამაზე მაგრამ თემცემონო და სინამდვილეში ორჯერ გათიშული ვიყავი ალბათ იმიტომ რომ დაიწყავდი ბიჭებს მოსულიერებული და არ მახსოვს ეგ რაღაცები ეხლა რა როგორ მოხდა იქ ვერავარ კიდე რო ჩამოყვანეს კარანტინში ოლეგა ჩამოვიდა და თან ოლეგას ჩემგან რა უნდა და არ ვიცი და ეს მიშა რა ეს მიშა ვინც იყო და ამ მიშამ გამომიყვანა და შენო მედლები დაგვაკარგინეო არ ვიცი რა მედლებზე იყო ლაპარაკი და მაგის გულეს უსო ვერ გიტანო და შენო სიკვდილის ღირსი ხარ და მეტის ღირსი ხარ და ისევ შემა გამიწეს როგორც პრობლემური ამბავი იყო რა ეს ადისტური ამბავი იყო ალბათ იმიტომ რომ მიჩოვლები იყო ყველანი ცემაზე რასაც მინდა რომ ხაზი გავუსვა რა ეს ჩემზე დანაწილავების ამბავი რო ქონდა თი რო ჩამომიყვანეს რა იქიდან და დაწერავდა რო ჩამომიყვანეს იქიდან სადაც მოვერდით მომწვიეს იქ ყველა ერთიანად გამისწორდა და უბრალოდ ეს სიცილი და კისკის ისეთი ქონდათ რომ მაგას ალბათ არასოდეს უნდა ვივიწყდე ეგეთ რაღაცებს ახლა ჩემზე მოპყრობას მაგრამ ეს ვიქტორა და ოლეგა რა პირადად არის სადისტი ადამიანები რა აქ საუბარია ბატონო ანზორ ბოდიში გაწყვეტინებთ გლდანის ნომერ მერვე სასჯელ ახსრულების დაწესებულების დირექტორის ორ მოადგილეზე ვიქტორ ყაჭეიშვილი დირექტორთან რა შეთება ჰქონდა კანონმდებლობითი ეს იძლავის თემა ჰქონდათ რომ ის ჩემზე რომ დაიწდა და ეგრევე დაიძლავებული ყვალა ბევრ რამე საერთოდ ეკნებოდა წამოყურებული ისე და არა გასაგებია უბრალოდ თქვენ რომ ამბობთ სახელებით საზოგადოებისთვის რომ განმარტოთ რომ საუბარია ოლეგ ფაცაციასა და ვიქტორ ყაჭეიშვილზე რომელიც იმ დროს დაწესებულების დირექტორის მოადგილეები იყვნენ მუხაძეზე დირექტორი მუხაძე იყო დირექტორი დიახ მუხაძე დაინიჭება ზუსტად და აქ რაზე არის ეს კანონმდებლობითი ლაპარაკი აქ მარტო ჩემზე კი ახლა ჩემზე მიამასხვები მაგრამ თითქმის ეს ყველა მასიურად ამაზე მასიური ამბავი ყოს და ყველას ისე ექცეოდნენ და მე პირადად გამიმართლა და ეხლა ისე იმას გავაგრძელებ ეს მიშამ გამომიყვანა ისე და ეს მედლების ამბავს გავაგრძელებ და რომ გამომიყვანეს რა თქმა უნდა ისე ცოტა მოდიო ცოტა ხანი აბა მივაბათო და იქ კასკებით ბიჭები ყავდათ ხოლმე რემულები და მე გამიმართლა და სადღაც 1 საათზე მეტი არ ყავდი ალბათ რა ეს ბიჭები არ ვიცი ბატონო ანზორ შეიძლება გკითხოთ აი ეს თქვენი ცუდი პირობები რამდენ ხანს გაგრძელდა და როდის შეიცვალა ეს მე წელიწადზე ერთი თვემად ვიყავი და მე წელიწადზე დაში რაც ვიყავი სულ მაგ სიტუაციაში ვიყავი თითქმის სულ 2011 წელს და 12 წლის დასაწყისში კი ბატონო ხოდა ეს მე გამიმართლა მაგას ვამბობ სადღაც ალბათ ერთი იმიტომ რომ დილით რომ დამაბეს გაკასკით რომ დამაბეს გვიანი ღამე იყო რომ გამომიყვანეს იქიდან და ცუდად ვიყავ მაგრამ ენაცემი რომ ვიყავი და კარანტინში გადამიყვანე და იქიდან ბიჭები ყავდათ დამულები და რავი ალბათ ისინი ზოგი დღეები ყავდათ დამულები იქა და მე პირადად მაგაში გამიმართლა და თვისწვალოვი დიდი ხანი ეს ყვირები და ისინი არ ყავდი დამულები პირადად იქიდან გადაყვანისას მერე წამიყვანეს ისე რომ დაშლაზე ჩაულებრივად როგორც ხდებოდა ხოლმე ეს თანამშრომლობების ამბები და კარანტინის დაშლები ეს ისე ჩაულებრივი ამბავი იყო და ისე ჩემებიდან გრებოდა წივილი და ხოცავდა ამოყვანეს მერე ცეკორპუზე სადაც იქ ცეკორპუზე ისეთი ამბავი იყო რომ იქ უკვე ცეკორპუზე იყავი თუ კარანტინში იყავი აზრი არ აქვს იმიტომ რომ ცეკორპუსი ნაროში წელების კორპუსს გვეძახდნენ ხოლმე და იქ
პატიმრების განსხვავდებოდით ხოლმე, სუნაცემები დავდიოდით ხოლმე, ძირითადად იქიდან სუდებზე რო დავდიოდით. სუნაცემები ვიყავით ხოლმე, ეგ სისტემატიური ცემა იყო. ძირითადად ყველგან სისტემატიური იყო, მაგრამ ჩვენთან ალბათ ეს ეგრეთ წოდებული ფინგალი რო თქვა, იმის გარეშე თუ იყავი, იშვიათად რა, რომ კაცი ყოფილიყო მაგის გარეშე რა. მან იყო უკვე მალხაზა ბენიაშვილი, ვისაც ეძახდნენ ზედმეცახელი. იქ ნორზე უნაპირი ქონოდა გაპარსული, ალბათ თვითონ არ ქონდა თმები და მაგის გამო ალბათ, რავი, ჩვენც ეგრე გვექცეოდა და თავზეც უნდა გადაპარსულები ყოფილიყავით თუნდა. მე პირადად რატომ ემწერებოდა, არ ვიცი, მაგრამ ცოტა თმები მქონდა რა, გადაპარსული მქონდა, მაგრამ პატარა თმები მქონდა რამოდენიმე დღის. და გადაიპარსეო და რახან ესე მითხრა და რომ აგინა და შეურაცხყოფილი რომ აკინა და გადაიპარსეო, მაგის გულით გადავიყვანს. გამიყვანეს, ისევ ფაცაცია იყო და ისევ ვიქტორა იყო და მალხაზა. ეს გვინიაშვილი. მალხაზა მეუბნება თმები, რატო არ გადაიპარსა ჩემ ნათქვამზე არ აკეთებ ხო არაფერს თუ როგორ არის უმაგაზეო და ჯერ გამლახეს და მაშინკა მოიტანეს რა ძმის საკრეჭი მაქანი და ჯვარი გამიკეთეს თავზე. ესე თუ გინდა ვიყავიო და პრობლემა არ აქვს. ესე თუ ვიყავი. მაგის გამო ეხლა ეგრე თავზე გადაპარსული ნამდვილად ვევლივიდი რა და გადავიპარსა თავი. მე ყველა სვენაზე მოდიოდა ხოლმე და პირზე წვერზე ხელს ამისვავდა ხოლმე, წვერი უნდა ქონოდა გაპარსული ნორზე, ახალი გაპარსული რა თქმა უნდა და ძმებს უკვე ვიპარსავდი რომ ეგრე არ დავემცირებინე რომ მიზეზი აღარ მიმეცა რა ესე დამცირების რა. და ამის მერე მაგის მიზეზებს რო ვეღარდებდა ხოლმე იქ იყო სვიდანიებზე რომ მივდიოდით ხოლმე და ადვოკატურაში დავდიოდით ხოლმე. კორპუსი უნდა გაგერდინა ხოლმე სირბილით. პატიმრებს ეგრე იყო თუ არა და ვცემდნენ ხოლმე რა და ამას რო გამოვილებდით ხოლმე არ ვაკეთებდი ხოლმე ამ სირბილით არ დავდიოდი ხოლმე და გამოვლესას ხოლმე ამიყვანენ ხოლმე სამორიგეოში და თვითონ ეს მალხაზა ეუბნებოდა ხოლმე რომ კარგადე გარჩევით სამორიგეოში. და მაგის გულისთვის სენდა ხოლმე ოჯახთანაც თან გათიშავდე ხოლმე რა. ოჯახთანაც ბევრჯერ მქონია რომ ადვოკატი აღარ მოვიდეს, არ მინდა, იმიტომ რომ ვიცოდი იქიდან გამოვლაზე რაც მომივიდოდა. სვიდანიებსაც არ ვაკეთებდი ხოლმე და იშვიათად ვაკეთებდი ხოლმე. რა რომ უკარო წამოსულიყავი უნდა ვეცემე და არა, თავიდან იყო რომ ეგრე რა, მე რომ ვხვდი რომ უკვე აზრი არ ქონდა მაგას და მაინც კამერაში მაკითხავდნენ და კამერაში იყო სისტემატიური ცემა ხოლმე უკვე მე სვიდანიებსაც ვაკეთებდი ხოლმე და ყველაფერს ხოლმე იმიტომ აზრი არ ქონდა, იქ ცემდნენ თუ იქ ცემდნენ უკვე ჩემთვის მაგას დიდი მნიშვნელობა არ ქონდა რა. ეს ძერდებოდა ერთი წელიწადი და ერთი დღე, რაც ვიყავდნე ნომერ მერვე დაწესებულებაში. ბოლოს იქაც დაიწყო მიშამ სიარული ამ ოფიცერმა. ამედლებზე იყო ლაპარაკი, მე დღესაც არ არცია, მაგრამ ალბათ ძირითადად იმას მეუბნებოდა ხოლმე, თავიდანვე იმაზე იყო, რომ შერავენ გაკეთე და ალბათ ჩემი გაკეთება უნდა და ბევრჯერ ამოსულა ხო და მაგის სვენაში ჯოჯოხეთად იყო ხოლმე, რავი, ნაქცევი ყველაფერი, მარტო ჩემი არა, მთელი კორპუსის რო დაიკეთებოდა ხოლმე და ეგრეთ წოდებული აღწერა საღამოს აღწერას უგააკეთებდნენ ხოლმე, მაგის მერე ხოლმე ყველაზე ცუდი ის იყო, რომ გვერდზე კამერებში ხალხს აწამებდნენ და ცემდნენ ხოლმე. და რომ ის უნდა წირკივილი და ერთი უბედურება. ამას არ ვიცი რა ქვია, წამება კი არა, არ ვიცი ალბათ ასწავლები რა ქალბატონეთია. ეს ენეთაც ვერ აიხწერება რა უბრალოდ. ეს ალბათ ყველა პატიმარი ამას ხდება, იმიტომ რომ ეს იქ ჩვეულებრივი ამბავი რა. ვინც დაში მაგ პერიოდებში იყო და
ეს იმიტლავები და ისინი ალბათ სხვებსაც გადახდენია რა, იმიტომ რომ იქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩვეულებრივი ამბავი იყო ეგ მაგათვის. გასაგებია, ბატონო აზორ, მე მადლობა უნდა გადაგიხადოთ როგორც თავში რომ ჩაგვერთეთ. რამდენიმე წუთით წევრებს მინდა ბოდიში მოუხადო და მე უნდა დაგტოვოთ ბატონი სოზარი როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი დებულება გააგრძელებს ხდომის თავმჯდომარეობას. მე მინდა მალე გათავისუფლება გისურვოთ და წარმატებები უკვე თავისუფლებაზე და ისიც იცით ალბათ რომ მუხაძის და მისი მოადგილეების წინააღმდეგ არაერთი საქმე აღიძრა უკვე 2012 წლიდან და განაჩენებიც არის მათ წინააღმდეგ დამდგარი. ბატონ სოზარს ვთხოვ რომ დაიკავოს ჩემი ადგილი. მადლობა. ყურადღებისთვის და ალბათ ეს ყველაფერი ვარ შეცვლილიყო მე აქამდე ცოცხალი ვერ მივახცევდი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემგანაც რომ თანამშრომლობთ ჩვენთან და უბრალოდ ამოწურეთ სათქმელი თუ გააგრძელებთ კიდევ გაქვთ სალამკითხვა პასუხზე გადავალთ. არა, ამოწურე, ძირითადად ამოწურე ეს ჩემი რაც იქ არის ამბები გადახვდა ეს პრობლემები ეს ყოველდღიური ამბავი იყო ეს და ეს პრობლემები თუ ვერ მორჩები ალბათ მე თვეები. იმიტომ რაც იქ ვიყავ ეს ყოველდღიური ამბავი. კი ბატონო. მადლობა დიდი. უბრალოდ საზოგადოებამ როიცოდეს განაჩენები კი დამდგარია ვიქტორ ყაჩეიშვილზეც, ოლეგ ფაცაციაზეც, ალექსანდრე მუხაძეზეც, მაგრამ ეს ის ალექსანდრე მუხაძეა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა ჩვენ და სამწუხაროდ. ერთ კითხვას დაგისვამდით. აი ამ წელიწადი და ერთი თვის განმავლობაში რაც თქვენ მერვე საპრობილეში იყავით. სახალხო დამცველის წარმომადგენელი თუ შემოსულა, ან სადმე საჩივრით თუ მიგიმართავთ რომელიმე ორგანიზაციისთვის. ეხლავე გეტყვით რა. იქ მე არ გამიგია რომ ვინმე სახალხოს. იმიტომ რომ იქ ჩუმად ისმედნენ მაგ ყველაფერს სახალხო დამცველი რომ შემოსულიყო. პირადად მაგას გეტყვით ჩემ გვერდზე კარცერში იყვნენ შესულები სახალხო დამცველები, მე ეს ბიჭი მე კარანტინში შეხვდა და უთხრა და კამერაში მოუყვებოდა ყველაფერს და მურქში გაიღვიძა. ამიტომ იქ იშვიათად რომ ვინმე სახალხო დამცველი და ეს ამ ამბებს უყვებოდა ხოლმე, იშვიათად. იმიტომ რომ მე შემოდიოდნენ და საფრთხად უსწორდებოდნენ ბიჭებს და მაგას ყველა ერიდებოდა ხოლმე. გასაგებია, დიდი მადლობა. კომისიის წევრებს ვთხოვთ კითხვები თუ გაქვთ ბატონო გურამ. გამარჯობათ. ერთი კითხვა მაქვს. ნუ გასაგებია რომ რა სიტუაცია იყო სამწუხაროდ იმ პერიოდში და არც სახალხო დამცველი ინტერესდებოდა, მაგრამ იყო რაღაცა გამონათებები ხოლმე ისიც ალბათ სტატისტიკებისთვის ჩვენ რაც ვიცით, რომ მათ შორის უცხოელებს კონდათ ხოლმე სურვილი რომ რაღაცა თუნდაც სტატისტიკისთვის ჩამოიარათ სასჯელახსოვრების დაწესებულებებში. რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ იმაში რომ სავარაუდოდ ამ ნაწილს სადაც ქვემზანდებოდ არაჩვენებდნენ, მაგრამ მაინც საზოგადოებას კიდევ ერთხელ და თუნდაც იმ ახალგაზრდებს დღეს რომ არიან კიდევ ერთხელ ვაუხსნათ რომ აი მათ შორის უცხოელებს საერთაშორისო ინსტიტუტები იყო თუ ნებისმიერი ხო არ ან თქვენამდე ან თქვენს იქ ირგვლივ ვინმე პატიმარს ხო არ ქონია ეგეთი შემთხვევა თქვენ რომ გაგეგოთ რომ მისულიყვნენ მოენახულებინა და ასე შემდგომ. ეხლა ვიგეთქვი მე კარცერში და კარანტინში ამ წელიწადში და ერთ თვეში ვარ 4 თვეზე მეტი გატარებული. მე არც უცხოელები მინახია შემოსული. იქ მით უმეტეს პირველი კარანტინში უნდა შემოსულიყვნენ და იმიტომ რომ ადმინისტრაციაში იყო კარანტინი და კარცერებში უნდა ყოფილიყვნენ შევდა. მე პირადად ამ 4 თვის განმავლობაში თან მით უმეტეს სხვადასხვა დროს ვიყავი და მე არ მინახია, მე არ კორპუსზე მინახია უცხოელები შემოსულები და არც კარანტინში. გასაგებია, მადლობა.
ბატონ ილია ინჯას უნდა და უბრალოდ მანამდე ბატონ გურამის ნათქვამს უნდა გამოვხმავრო რომ ბატონ ილია ერთი წუთით ბატონ ილია ბატონმა გურამმა თქვა არც ახალ ხოდამცველი ინტერესდებოდა და მაინც უნდა დავაზუსტო რომ მე უკვე 2 წელი აღარა ვარ ახალ ხოდამცველი როცა ეს ამბები ხდება და 2009 წლამდე სანამ ახალ ხოდამცველი ვიყავი სწორედ ალექსანდრე მუხაძეს დაბემუქრე მის კაბინეტში რომ ის აუცილებლად წარსდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე იმისთვის რასაც ის აკეთებდა. გთხოვთ ბატონო ილია. ბატონო პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ და იმ უბედურ პერიოდს რო გადაურჩით და დღეს ესე საუბარი შეგიძლიათ ეს ხშირად არ ხდებოდა და ძნელი იყო რა თქმა უნდა ამის გავლა. იმის კითხვა რომ შეადაროთ დღევანდელი პირობები მაშინდელ პირობებსაც ეს დღევანდელი დღითაც ძალიან აშკარად ჩანს. მე ზეგანად გავუსვი ხაზი რომ ერთ რა ცოცხალი ვარ ალბათ ეს ყველაფერი რომ შეიფარა მაგითო თორე ახამდე მე ჩემი ჯანმრთელობის პატრონი და ვაქცინებში ვერ მივახდები იმიტომ მე 15 წელია ვზივარ. დიახ. რამდენად გქონდათ საერთოდ გარესამყაროსთან ან მნახველებთან ან კავშირის საშუალება მაშინ ვინმესთან თუ შეგეძლოთ დაკავშირება და ხმის მიწვდენა ან რაღაცა მოყოლა ამ ამბის რამენაირად გაგებინება თქვენი მდგომარეობის თუ იყო მაშინ ესეთი საშუალება და დღეს გასაგებია რომ აი აგერ თავისუფლად ამას ყველაფერს გვიყვებით ჩვენ და ეს ძალიან ძიმე მოსასმენია რა თქმა უნდა ყველასთვის. ერთგვით მაგასაც უსაფრთხოების უფროსი მაშინ მე არ მახსოვს ვინ იყო სახელი და გვარი მაგრამ ჩვენ მამაებთანაც ვერა მე პირადად მამაებთანაც ვლაპარაკობდი ადვილად იმიტომ რომ სანამ ამიყვანე ხოლმე ან ადვოკატთან ან სიდანიეზე ოჯახის წევრებთან მე სანამ შემიყვანე ხოლმე მანამდე გავდიოდი ხოლმე უსაფრთხოების უფროსთან ხოლმე ჯერ იქ ამიყვანე ხოლმე მანახებდნენ და მეუბნეოდნენ რომ კომპიუტერში მანახებდნენ ხოლმე შენ ამ ადგილას დაჯდები იქ სადაც ადგილი იყო თავისუფალია რომ ოთახში უნდა შესულიყავ და ყველაფერს გვესმის ჩვენ აგერ ვიგებ შევიდოდა ხოლმე ოფიცერი ეს თავი დახდებოდა სანამ გამარჯვებდნენ რომ იქ ისმედნენ ყველაფერს და რო იცოდე ხო იცი რომ ვიცით ყველაფერი გვესმის ყველაფერი და მაგის საშუალება მაგას რას ვეთქოდი ვის ვეთქოდი ალბათ რომ წამომიყვანენ მე რავი სასწავლო კიდევ უარსაცნო ვთილობდი რომ მეტიზიანი ჩემთვის აღარ მოეყენებინათ და ის პერიოდი რაღაც ცოცხლად გამოსულიყავ იქიდან რა რაღაცა მექნა რა თორე იქ ხმას ვერ ვიგებდი ეხლა ყოველ შემთხვევაში მე იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ეხლა როგორც გელაპარაკებით ესე ვიდეო კამერაში ესე ეკრანზე მქონდა ნანასი იქ ოფიცერი რო შევიდოდა და ხო გესმის ხმა და ის სადაც უნდა შესულიყავი ან ადვოკატურაში ან მამაოსთან და სვიდანიებშიც ალბათ ეგეთი ამბავი იყო და ვცდილობდი რომ ეხლა ეს აცემი და ის რო ვიყავი ხოლმე მეუბნეოდი რომ არ გინდ რა არაფერი არ იმის რა თქვენი ოჯახის წევრებზე ხო არ იყო რამე ზეწოლა მათზე რამე მუქარა ან მსგავსი რამე ჩემი ოჯახის წევრებზე რო გითხრათ მუქარა არ ყოფილა, მაგრამ ჩემი მამი და შვილი იყო დაჭერილი და მაგას საპროცესო გაუკეთეს. ჩემ გულისთვის რა საგარეო აზორიო და სანამ დამიჭერდნენ და დაჭერილი და საპროცესო გაუკეთეს მე, როგორ მე დამიჭირეს შენ. ბატონო, დიდი მადლობა ბატონო ალოდა გუდუშაურს ხო? მადლობა. ბატონო აზო თქვენ გახსოვთ ალბათ გემახსოვრებათ ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას ნამდვილად ახსოვს და აი ვისაც არ ახსოვს იმ ახალგაზრდების გასაგონად მინდა ვთქვა მიხეილი სააკაშვილი შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაინიშნა იყო იუსტიციის მინისტრი გახსოვთ ალბათ ხო ეს პერიოდი თქვენ დიახ აი როდესაც ის იუსტიციის მინისტრი გახდა ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა იყო ის რომ სისტემის ანუ მისი
ასე ვთქვათ, სამსახურის და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, მედიის წარმომადგენლებთან ერთად და როგორც მას ჩვეოდა ეს, ასე ვთქვათ, PR show-ს კამპანია, მან შემოატარა საჯელახსრულების დაწესებულებები, მაგალითად კონკრეტულად ციხეები და უთხრა რომ აი რა ვითარება არის, ხედავთ როგორ ასე ვთქვათ რა ყოფაში უწევთ სასჯელის მოხდა პატიმრებს. გესმით ხომ ეს რა პერიოდი არის? ამის შემდეგ სააკაშვილი ოდიშიტია ამის შემდეგ ის მოდის ხელისუფლებაში და უშუალოდ არის ხელისუფლების პირველი პირი, მთავარი არქიტექტორი. აი ამის შემდეგ ეხლა თქვენ რასაც ყვებოდით და რასაც უყვებოდით საზოგადოებას და დარწმუნებული ვარ რომ იმ პერიოდში ყველა პირი ვინც კი დასრული იყო, ყველა მიცის ამის შესახებ. თქვენ უბრალოდ ეხლა იმ ნაწილს აცნობთ ამას და გარკვეულწილად ერთგვარი შეხსენებათ, რომ ეს თითქმის უდაო ფაქტი არის. აი ხა მე მექნება თქვენთან ეგეთი კითხვა. აი როდესაც როდესაც ის იუსტიციის მინისტრი იყო და უთხრა რომ აი რა პირობებში უწევთ ყოფნა და ამის ასე შემდეგ. ეს ხდება შევარდნაძის დროს. აი როდესაც მისი ხელისუფლებისში ყოფნის დროს, როდესაც ის არის პირველი პირი და რომლის საჯელახსრულების დაწესებულებაში ყოფასაც თქვენ ეხლა საზოგადოებას აცნობდით და კი ერთ-ერთი ასე იყო, იმიტომ რომ მაგ პერიოდში ადვოკატი ვიყავი, პრაქტიკოსი და დარწმუნებული ვარ რომ ყველა მიცის როგორ ხდებოდა ეს და მეცაც გეტყვით რომ თქვენთან და ასე შემდეგ, რომელსაც პირობითად პრობლემურ პატიმარს ეძახდნენ, მასთან ადვოკატის შესვლა რისკის ფასი იყო, იმიტომ რომ საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ 120 ადვოკატი იყო პასუხისმგებაში მიცემული და დაკავებული. ეს არის ციფრი, რომელიც მაგალითად ჩინეთში კი არ ყოფილა. გესმით ხო, როგორი მაღალი ციფრი არის. ანუ ეს ყველაფერზე მეტყველებს. ამიტომ ეხლა მე მექნება კითხვა. რადგანაც არაერთგან და არაერთისგან უტიფარი მოგვისმენია ესეთი განცხადებები, რომ კი ბატონო, კი ვერ უარყოფენ, რომ მსგავსი ფაქტები ხდებოდაო, თუმცაო ამის შესახებო ეხლა ისო პრეზიდენტი იყო და იმანო რა იცოდაო ეხლა ეს ყველაფერი თორეო ეს რო ცოდნოდაო ასე ხო არ იქნებოდაო. აი თქვენ ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი მას არ იცოდინებოდა და არ უნდა ცოდნოდა, ან მეორე შემთხვევაში ცალკე უბედურება არის თუ ასეთი რამე მან არ იცოდა, მაგრამ ეს ხო წარმოუდგენელი არის, მაგრამ აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი როდესაც ასეთ განცხადებას ისმენთ და ერთ-ერთი მაგალითად წარმომადგენელი, რომელსაც თავი ნომინირებული ქონდა მაგალითად სახალხო დამცველის პოზიციაზე, პირდაპირ გეტყვით, პარლამენტში გასაუბრების დროს ერთ-ერთ კომიტეტზე თქვა, რომ მასო არცო დარბევების დროს იცოდაო რა ხდებოდაო და რომ ჩავეკითხე, რომ აბა როგორ რასაკეთებდა, ხო? ესო ღამე ხდებოდაო და ეძინაო, გესმით? ასეთი განცხადებებიც მოგვისმენია. აი თქვენ როდესაც ეს საკუთარ თავზე გაქვთ, საკუთარი თანამესაკნეებზე გაქვთ ეს გამოცდილ და ნანახი. ასეთ განცხადებას, როდესაც ისმენთ მათი წარმომადგენლების მხრიდან, როგორ წარმოგიდგენიათ ეს? შეიძლება და რომ ეხლა თქვენ უშუალო ფიგურანტებზე ქონდათ საუბარი, კონკრეტული გვარები თქვით, რომლებიც საჯელახსრულების დაწესებულებაში კონკრეტულ ქმედებას ჩადიოდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ? აი თქვენ, როდესაც ამ განცხადებებს ისმენთ, ეს მხოლოდ აი ასეთ შემთხვევაში ამ კონკრეტული პირების სამართლის ენაზე რო ვთქვათ, აქსესორული ქმედება იყო, ანუ მათი თვითშემოქმედება იყო თუ ეს ზოგადად სისტემის და ვერტიკალის, ანუ ეს პირადად თუნდაც ამ პირების და განსაკუთრებით ესეც სააკაშვილის თვის არ იყო ცნობილი, ვერ იქნებოდა და იმის ნებართვის გარეშე, მისი მწვანე შუქის გარეშე შეიძლებოდა მომხდარიყო ამ კონკრეტული პირების მხრიდან. მადლობა. ისაგები, მე გეტყვით მაგასაც. ჩემი აზრით
Logika, ხო? როგორი იყო ეს? Ключникს ეშინოდა ოფიცერს, ოფიცერს ეშინოდა ლიანი კორპუსის უფროსის, ლიანი კორპუსის უფროსს ეშინოდა მოადგილეს ეშინოდა ნაჩალნიკის და ესე მივიდა და ამათ მე რასაც უყურებდი, ისე ქონდათ ერთმანეთის უფროსობის შიში. თუნდაც ზემოდან არ ყოფილიყო ყველა უფროს ვიღაცა უფროსის ეშინოდა. რატო ეშინოდა ყველა უფროსს? თავიზე უფროსის ალბათ იმიტომ რომ ბოლოს მიშასთან უნდა მისულიყო ყველაფერი განგარიშები, რასაც ვიდეო კამერებით იღებდნენ და ჩვენც ემა და მოპულაროვნოდათ და აგიტო ალბათ თორე სპარნაერად ყველა ერთმანეთის ეშინოდა უღონდ უფროსების თანმიმდევრობით იყო რა. აი ბოლოს ვიღაცისთვის ხო უნდა ჩაებალებინათ ანგარიში რა და ბოლო ჯამში ჩემი აზრით მიშა გარეშე იქ ციხეში კი არა საქართველოში ახდებოდა და ალბათ მით უმეტეს ციხეში ჩვენი ჩაგვისმეტი ამდენად იყო ჩემი აზრით წამოსული ყველაფერი. დიდი მადლობა და ბოლო კითხვა მექნება. თქვენ იცით რომ დღეს ის არის პატიმარი? არაერთგზიმე დანაშაულისთვის ჩავრდებული. ხმა წდება არ მესმის თქვენ იცით რომ დღეს პატიმრის მერე გახმა არის მიხეილის გესმით ჩემი? ეხლა კი აი მიხეილი სააკაშვილი მაგალითად დღეს არის არაერთგზიმე დანაშაულში მსჯავრდებული და კონკრეტულად ის არის პატიმარი. თქვენ აი დღევანდელი გადასახედიდან განსხვავება თქვენ თვითონ ახსენეთ რომ ცოცხალი ვერ ვიქნებოდიო. დღევანდელი სიტუაციით აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ მართლაც აი ეს სტანდარტი რომელიც შეიძლება რომ ასე ვთქვათ ყველა პირს აბსოლუტურად მისი ასე ვთქვათ არ ვიცი ცენზისა თუ რაიმე კუთვნილებისა უნდა იყოს კანონთან თანაბარი აი დღევანდელი გადასახედიდან რომელიც თქვენ შეგიძლიათ რომ დაუშვათ იმ პერიოდშიც ნახეთ რა ასე ვთქვათ ჯოჯოხეთი იყო და რა გამოიარეთ და დღევანდელ რეალობაში. აი დღევანდელ სიტუაციაში რომ გესმით ცალკეული პოლიტიკოსების აი ეს უტიფარი განცხადებები რომ დაუშვათ ვიღაცას სადღაცას არაადამიანურად ეპყრობიან, აწამებენ, მსგავსი რაღაცები. აი კონკრეტულად აი ამ პოლიტიკოსების მხრიდან და უყურებთ მათ ყოფას. და თქვენ თავზე გაქვთ მაგალითად გამოვლილი რეალურად რა არის არაადამიანური მოპყრობა, გნებავთ წამება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი თქვენ მაგალითად რა განცდა გეუფლებათ აი ამ განცხადებებს რო ისმენთ. დაუშვათ და მე როგორც პოლიტიკოსი აი ამ კითხვასაც დაგისმევდით რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე რომ ის რომ ზოგადად პოლიტიკური ცვლილება არ ყოფილიყო თქვენ თვითონ კარგად იცით თქვენ რა ვითარებაში იქნებოდით და არა მარტო თქვენ ქვეყანაზე არ ვისაუბროთ ხო აი დღეს ეს ადამიანები როდესაც აი ესეთ განცხადებებს აკეთებენ და თქვენ თვითონ კარგად ხედავთ როგორი უტიფარი არის და შეუსაბამოა რეალობასთან ხო ეს ყველაფერი აი დღეს დაუშვათ თუ ეს ადამიანები ეკნებათ ბერკეტი და აი თქვენგან მაგალითად ანებისმიერი ჩვენი თანამოქალაქისგან ეკნებათ ბერკეტი რომ ესენი დაბრუნდნენ თქვენ რა განცდა გეუფლებათ როგორ წარმოგიდგენიათ როგორ გააგზელებენ მე რატო გეკითხებით ამას ნახეთ რომ პერიპეტიები ნათლად ნახეთ რომ როგორ PR ტექნოლოგიის სპეციალისტები იყვნენ ესენი მე ისიც შეგახსენეთ თქვენ და საზოგადოებას რომ თვითონ როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო როგორი ასე ვთქვათ ხმალა მოღებული თითქოს და იძახდა რომ აი ეს ყველაფერი რა ყოფაში არიან ეს უნდა იყოს ასე ვთქვათ სხვა სტანდარტი და აი თუ როგორი სტანდარტი რეალურად მოიტანა საჟილახსრულების დაწესებულებაში და საპატიმროებში ეს ყველამ კარგად ვიცით და იცის თითოეულმა ამ ქვეყნის მოქალაქემ მაგრამ აი დღეს თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მათ თუ ექნებათ რაიმე მანდატი რას გააგზელებენ აი რა სიკეთეს მოუტანენ ამ ქვეყანას ან დაუშვათ რა უფლებრივ სტანდარტს გააუმჯობესებენ როგორ წარმოგიდგენიათ შეიძლება რიტორიკულად ჟღერდეს ეს ჩემი კითხვა
ამ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის და ეს იგივე არის რომ გლისთავზე სახარება წავიკითხოთ, მაგრამ მაინც მე როგორც პოლიტიკოსი ამ კითხვასაც დაგისმევდი და გამოვიყენებდი ამ შანსს. მადლობა. მე მაქვს ახლა წელიწადი და 10 თვე დარჩენილი და ეგენიო მოვიდნენ. ამ წელი და 10 თვე ამდენი წელია ციხეში ვზივარ და ალბათ ცოცხლას არავინ არ გამიშვებს. არც მე და არც ამბებს. ეგენი უარესებს იზავი, ჩემი აზრით, ეგენ მაგათი დაბრუნება. მაგათი დაბრუნება ჯერაც შეიძლება საერთოდ გამოს, როგორ შეიძლება ეგ მაგათი დაბრუნება, მაგრამ პირველ რიგში ალბათ ისე უარესებში ჩაფრიან ისე ჩვენ. ალბათ მე შეფსაც მიყვებიან მაგათის, რავი, რა გითხრათ, აბა მე პოლიტიკა და ესეთი რაღაცები არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრი ის არის, რომ მაგათი დაბრუნება ჩვენი სიკვდილი იქნება ალბათ. მადლობა ბატონო. რამდენიმე მოკლე კითხვას დაგისვამთ. თუ იცნობთ პატიმარს თქვენს ირგვლივ, რომელიც იტყვის ან რომელიც იცის, რომ არის ნაწამები 2012 წლის შემდეგ? მე პირადად არ ვიცი. გაგიგიათ? არც გამიგია. კი ბატონო. გლდანის შემდეგ სად გადაგიყვანეს 2011-ში? რუსთავის ეგრეთ წოდებულ პირობებში. იქ როგორი ვითარება იყო? იქ ერთპირთხა იქ რო შემიყვანეს. მე მიყვანეს მარტო მე ჯერ ეგ ოლეგამ გამაცილა და ოლეგა ფაცაცია რა. ხოდა გამასწარიო ხო მეთქიქო ზონაში მიდიხარო ხო გამასწარიო და მეთქი ალბათ თქვენ გამიშით მეთქი თორე არ ვიცი მეთქი და დამცინო და რა ხო არ გონიაო იქო ნაკლები არის და რაღაც და იქ რომ მე მიყვანეს რუსთავის პირველში მუმლაძე იყო მოადგილე. გვახსოვს კი. აი ლოცვის ციგნი მქონდა რა და ძირს დადეო რა იქ ოფიციალები იყო მარტო მიყვანა ჩრეკაზე და ძირს ავდებდი და მაგის გულისთვის შელაპარაკება მომივიდა რა ლოცვის ციგნის დადებაზე ძირს. მეთქი არ დავკებდა მაგის გულისთვის 15 დღიანი კარცერი გამიფორმეს. მე 15 დღე გადამივიდა უკან რაღაცა შპონკები უკანა ოთახი იყო შპონკები ელადა ბევრი რა. ცარელა ოთახი იყო და ერთი ცემი და გადამიყვანეს იქ. ამ ოთახში ვიყავი ალბათ რამოდენიმე დღე რა და ერთ დღეს მე ვინ იყო უფროსი ნაჩალნიკი ეს მე არ ვიცი ვინ იყო და კარანტინს რო შლიდნენ ვინ და ვინ არისო კიდე კარანტინში იმიტომ ყველა აკავდა და მე 20 დღეზე მეტი ვიყავი უკვე ქვემოთ დატოვებული. და პარკაძეაო იქ დარჩენილიო ბოლოსო რა იქ ცარელა საწოლები ეყარა ერთმანეთზე რა იქ კარანტინიც არ იყო საწყობში ვიყავი რა. და ექსპერტები კიდე მანდარიო და გამოსემოვიდნენ იმ ოთახში 1-2 წამომარტყეს რა კაიო შენ გეყური შედაც ეს სცენები და ყველაფერიო და ამიყვანეს და რამოდენიმე დღეში ეს ვიდეო ეს კადრები გაცემა რა. სცენების და ეგამბები და მაგის მერე პატური შემოვიდა და რამოდენიმე დღე ვიყავი სულ. კი ბატონო, გასაგებია. ანუ ეს ცემა წამება იყო არა მხოლოდ მერვე დაწესებულებაში და არა მხოლოდ დახურულ დაწესებულებებში, არამედ ღია დაწესებულებებშიც ამის რუსთავის პირველში გეგმით ეს ბოლოსაც გაუგნით, მან რუსთავის პირველში უყავდი ამ იმაში, რა ქვია, საწყობში. და ბოლო კითხვა და მე პირადად შეგეშვებით. ორი სიტყვით თუ შეძლებთ, ორი სიტყვით შეადაროთ მაშინდელი და 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ და ციხეებში მოპყრობა, წამება რო აღარ არის, გავიგეთ თქვენგან, კურნალობასთან დაკავშირებით პოლიტიკა და კვება. და საცხოვრებო პირობები ზოგადად. ეს ახლა ჯერ დავიწყოთ მოდით კურნალობებით და მე ბევრჯერ ავატყობ. აქ სერიოზული ავატყობების დამემართა. ზოგი ცემებისგან, ზოგი ისგან და მე პირადად სათანადოდ ყველაფრის ყურადღება მაქვს მოქცეული და დღემდე მაქცევენ ყურადღებას. რავი მე მაგასე პრობლემა და აქ ვისაც უცნო ვინც არის არავის არაფერი პრობლემა არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ისეთი რომ
რამე არ გადაჭრელი ყო საავადმყოფობასთან დაკავშირებით ვამბობ. ყველას ერთადად ივამეთში გავყავართ ხოლმე და ივამეთში ხედავენ ხოლმე და ისე ეს ივამეთშიო მიშარო არის იქ და ჩვენ კი ვიცით ივამეთში ბევრჯერ ყოფილი ვარ სამკურნალი გადაყვანილი და მოუხედიათ იქ რა იქ რო იქ თავისუფლად ვიყავ იქ და ეგრე რო ჩივი და ჩივის კიდე რო უკეთესი მინდა და უკეთესი მინდაო ეგ მაშინ ეს გახვალე ბიჭებს ყურადღება მიაქციეთ ეგ რაც შეიძლება მაგას კიდე კარგად არის ეგ ეგეც აიგეც არ უნდა იყოს ჩემი მადრიკები 2012-მდე თუ გახავდით სადმე სამკურნალოდ 2012-მდე მე თითები რადგან ჩვენც მოტეხილები და ნეკნები ჩამწრეულები მე საავადმყოფოში არა ვარ გავყანილი არაფერს და შეხვეულებიც არ კი ბატონო და კვებაზეც ბარემ ორი სიტყვა და კვებაზე რაც შეიძლება შედარება მაგაში ყველაფერზე მეცევს იმის თქმა რომ შედარება არ არის იმიტომ რომ მაშინ რაღაც აფეთქებულს მოგვიტანა ხოლმე და ხორციელო და ის რა ხორცი იყო თვალე იმას ვერავინ არ გაიგებდა იმას კვებას რაც ეხება ვერ გაიგებდი რა იყო რა კატლეტი ეძახი რომ კატლეტი იყო მაგრამ კატლეტიც არ იყო არ ვიცი და ძირითადად ჭამით ხოლმე ძის ნაწამდაინებს იმიტომ იმას ვერ შეჭამდი ვერც იმ კატლეტს და იმ აფეთქებულ და რაღაცი ვერ შეჭამდი ფიზიკურად ვერ შეჭამდი აფეთქებული რას ნიშნავს ადამიანურად ამ ექნება და შეჭამ რასაც ბალანს ვეძახით ეხლა ამას ყველა ჭამს თითქმის იმიტომ რომ მაგის ჭამის პრობლემა არ არის რა რამდენი კაცი ხართ ახლა საკანში და რამდენი იყავით მაშინ დაში როგითაც მეკები არ იყო მაგრამ მე გუბერნატორს სამყოფი ვარ და მაგის მახსოვს რომ 20 კაციაში 120 კაციც ვიყავით ხოლმე კაცო მაგათ პერიოდში ეგ პრობლემა არ იყო იქ რაოდენობა რამდენი დავეტოვდით ის მიშდებოდით თუ საწოლზე ვიწვებოდით და ეხლა 6 კაცი იმში კი ბატონო დიდი მადლობა ეხლა რაც შეეხება აქაურ სიტუაციას შედარებაც არ არის შედარება კი არა ვაფშე სხვადასხვა რაღაცას ხდება სხვა რაღაცა არის და სხვა რაღაცაა საერთოდ ამას ის რაც მაქვს გამოვლილი და ეს ეხლა ხდებით ალბათ თუ ამას ეს გადმოცემ სიტყვიერად ეხლა რა განსხვავება არის იმიტომ სიტყვიერად ეს გადმოცემა არ არსებობს ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანზორ დაგემშვიდობებით მადლობა მინდა კიდევ ერთხელ უთხრა იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ დაწესებულებას გისურვებთ მალე თავისუფლებას